გამარჯობა, მოგესალმებით. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო სადუფრო ჯობია ფილმის ნახვა, უпростоრად სადუფრო სასურველია, სადუფრო კომფორტულია კინოთეატრში თუ სახლში. მანამდე არ დაგავიწყეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო. ოკეი, მოდი დავიწყოთ და თან რამდენიმე ასპექტით განვიხილოთ ეს ყველაფერი, ეს იყოს მაგალითად თვითონ ფილმები, კომფორტი, ფასი და გამოცდილება. მოდი პირველი იყოს კინოთეატრი. ზოგადად მე ხა ძალიან მიყვარს კინოში სიარული, მაგრამ ამ ბოლო დროს მოუკელი, თან ამას აქვს ხა თავისი მიზეზები, მაგრამ რაც ძირითადია არის ის, რომ ისეთი ხარისხიანი ფილმები აღარ გამოდის, რომ აი კინოში წასვლა გინდოდეს ძალიან და ვერ ითმენდე. ამიტომ უცდი ხოლმე ინტერნეტში როცა დაიდება და მე ვუყურებ. ამის გარდა კიდე გემოვნებასაც გააჩნია, მაგალითად მე ხა ძირითადად სანახაობრივ და ექშენ ფილმებზე დავდივარ ხოლმე, იმიტომ რომ კინოთეატრის ეს დიდი ეკრანი და ზანზარახმა და ეს ყველაფერი, მთელი ყველაფერი რაც კინოს აქვს, ძალიან მაგარი არის და ძალიან მაგარი გამოცდილებაა. ბოლოს მაგალითად ავე მარიაზე ვიყავი და ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ეს მთელი კოსმოსური ხედები, რაღაც სანახაობრივი ფილმი არის და კარგი იყო კინოთეატრში. თან სიუჟეტი ხა დიდი ისეთი არაფერი, მაგრამ შეხვალ გაერთობი იქა-აქა-იქ. ეხა გულიც გაგითფება, ის სიამოვნე თვალს გაახარებ და გამოხვალ დარბაზიდან. მაგრამ ეხა მანამდე ვიყავი ფანტასტიკურ 4 ხეულზე, ზაფხულში რო გამოვიდა წინა ზაფხულს, ანუ რამხელა ინტერვალი არის კინოთეატრში სიარულს შორის, ანუ ხო აზრზე ხართ. მოდი ეხლა თვითონ კინოთეატრის კომფორტზე გადავიდეთ, ანუ რამდენად კომფორტული არის კინოთეატრში ფილმის ნახვა. მე პირადად ეხა ბევრ კინოთეატრში ვარ ნამყოფი, ეს იქნება რუსთაველი მაგალითად როცა იყო, გალერეაშიც, სითიმოლშიც, ამირანშიც და რა ვიცი, ანუ აიმაქსშიც. ამდენ დარბაზში რო ვარ ნამყოფი კიდე შემხედრია დამჩიშულის კამებიც, შმორის სუნის შემხედრია დარბაზში. ასევე კინოთეატრში აი პროექტორი რო ანათებს, რომ ფილმი გაჩვენოს, ანუ ეგეც გვერდულად ყოფილა ზოგჯერ მოქცეული. ან კიდე მაგალითად მაიმუნების პლანეტა რო გამოვიდა, სითიმოლში ვიყავი წასული და სულ ჭედვა-ჭედვით გადიოდა მთელი ფილმი და ბოლოს კი ამინაზღაურეს, მაგრამ შეიძლება ისეთი რაღაცეები შეგვხვდეს, რომ ძალიან არაკომფორტული იყოს ფილმის ყურება. მაგალითად სითიმოლში ხა სხვა ფილმზეც ვიყავი, სხვა დროს და მითხრეს, რომ კონდიციონერი არ მუშაობს და თუ გაწყობსო გინდაო, მაინც მოგცემთ ბილეთს. ანუ მოკლედ ხა 1000 პრობლემა ყოფილა დარბაზში, სადაც მე ვარ ნამყოფი პირადად და კიდე სხვაებიც ყარიან ნამყოფი. მაგრამ ხა კარგ დარბაზში თუ მოხვდი, კარგი აუდიტორია შეგვხვდა და კარგი ფილმიც არის, ძალიან მაგარი არის კინოთეატრში ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან ნაკლებად არის. არ ვიცი ხა კავი არ ასაკეთებს, მაგრამ მე მგონი ვაფშე არ უვლის თავის დარბაზებს. ანუ ჯერ რა ფილმები გამოდის, ხალხი თითქმის არ დადის ისეთი უხარისხო ფილმები არის 90% და თქვენ კიდე უმატებთ, იმიტომ რომ რატო? არ არის ხა ისეთი რთული პრობლემები, რომ ვერ მოაგვარ. ერთადერთი აიმაქსში სიამოვნებს ხოლმე წასვლა, იმიტომ რომ ყველაზე ძვირი მადღერს ბილეთი და რავი, მაგასულიან ალბათ ყველაზე ძვირი როგერს, არ ვიცი. მაგრამ აიმაქსი კიდე კაი. იქაც კიდე აი თუ შესული ხართ დააკვირდებით, რომ ზემოთ ამ მხარეს, მარჯვენა და მარცხენა მხარეს აიმაქსები რო წერია ინგლისურად, იქაც ჩამქრალი არის ერთი რამდენიმე ასო, მე მგონი მარცხნივ თუ მარჯვნივ აღარ მახსოვს. ბოლოს ძალიან ადრე ვიყავი თან. მაგასაც კი აკლებენ, რატო მოუარეთ ამ კინოთეატრებს. ხალხს ფილმების გამო არ უნდა სიარული და ეხა თქვენ კიდე აკლებთ ამ კინოთეატრებს მოვლას და ამის გამო კიდე უფრო არ მოდიან. ახლა თვითონ კინოთეატრის დარბაზის პრობლემებს რო შევეშვათ, აუდიტორიაც სული იყო ეს ჩემი აზრით, ეხა არ არის ამ ბოლო დროს, მაგრამ აი რო გაწუხებენ იმით, რომ მესიჯობენ, ტელეფონს ამოიღებენ, ვიღაცა ურეკავთ, რაღაცა ეგეთები, ძალიან ნერვების მომშლელი ხალხი არის ხოლმე ხანდახან. და ჩემი აზრით აი რო კონტროლდებოდეს ეს ძალიან კაია, იმიტომ რომ ზოგ ფილმზე კი გეუბნებიან, რომ არ შეიძლება ტელეფონის ამოღება და რაღაცეები გაფრთხილებენ ამ მთელი ამბები, მაგრამ არაფერი, ჩვეულებრივად ყველა სეანსზე როცა შევსულ ვარ, ვიღაცას უმესიჯი, დაურეკია, ისე ამოიღებს ხოლმე ტელეფონს, გადასკროლავს, გამოსკროლავს, არ ვიცი, ძალიან ცუდი არის ეს. ახლა აიმაქსის ფასი ვახსენებ ეხან და მოდი დავკონკრეტდეს ამ საკითხში. ზოგადად არ გეგონოთ ხა მარტო საქართველოში არის გაძვირებული ბილეთები, იმიტომ რომ ამერიკაზეც მომისმენია ხოლმე და გამეგია და წამიკითხია, რომ იქაც გაძვირებული არის ბილეთები და იქაც სუწუნებს ხალხი, მაგრამ ამერიკელები ხა მიხედავენ როგორმე, მოდი საქართველოზე ვისაუბროთ და ფასებს ჩამოვუყვეთ ახლა. მაგალითად, ჩვეულებრივ დარბაზში არც აიმაქსი, არც სკრინექსი და არაფერი, ჩვეულებრივ დარბაზში რო იყიდო ბილეთი, ღირს 12-დან 20 ლარამდე, დილიდან საღამომდე ძვირდება, დილით დღეს 12 ლარი და რაც უფრო გვიან ყიდულობ, ძვირდება 20 ლარამდე. არის კიდე VIP ადგილები ამ დარბაზებში, რომელიც ღირს 26 ლარი. ადრე ცოტა იაფი იყო, მაგრამ მაინც 20 ლარზე ზევით იყო. და აიმაქსი, რომელიც ღირს 24 ლარი. ამ VIP ადგილებზე იაფი ღირს აიმაქსი.
ძალიან ძვირი არის ჩემი აზრით. იმიტომ რომ თუ ერთ ადამიანზე განვიხილავთ და ისეთი იშვიათი გახდა კინოში წასვლა, კი ბატონო, ერთი ადამიანი გაისურვის ამ მაყურს და 3-4 ჯერ შემსავით მაგალითად მაქსიმუმ წავა წელიწადში კინოთეატრში და გადაიხდის ამ ფულს, მაგრამ თუ რა ვიცი, ხშირად უნდა იაროს ადამიანმა ამ კინოთეატრში და თან მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ძალიან გაიწეწები, რა ვიცი, ხა 50 და 100 ლარი ყოველ თვეში რო იაროს სიტყვაზე, რა ვიცი, თან ალბათ იკითხავთ ახლა რატო გაზვერდა. ჩემი აზრით, იმიტომ რომ რახან არ გამოდის ისეთი ხარისხიანი ფილმები, ხალხის კინოში მისვლა, ზოგადად შემცირდა ამის გამო და რახან ცოტა ხალხი დადის, ფასი გაზარდეს, რომ გაათანაბროთ რაღაცათან. ეხლა დღევანდელი ეკონომიკა და მთელი ამბები მოკლედ რა. აი მოდი ახლა გამოცდილებაზე გადავიდეთ და ყველაზე მაგარი რაც კინოთეატრს აქვს არის ეს. იმიტომ რომ თქვათ რომ სიტყვაზე კარგი დარბაზი შეგვდა, არანაირი ისეთი საწუწუნო არ გვაქვს, აუდიტორიაც კარგია, ფილმიც ძალიან მაგარი არის და შევედით დარბაზში. IMAX-ის მაგალითზე განვიხილოთ, მოდი, იმიტომ რომ მაინც ჩემი ფავორიტი არის და ყველაზე კარგი დარბაზი არის. ძალიან მაგარი არის ჩემია. ჯერ მარტო IMAX-ის ინტრო რო იწყება, ძალიან მევასება ეგ. თან განსაკუთრებით 3D-ში რო არის, თან ახლა 3D მარტო IMAX-ში არის კარგი და მაგას მერე ვიტყვი, მოდი ხა გავაგრძელოთ. ძალიან მაგარი შეგრძნება არის. თან ამხელა IMAX-ის დარბაზის დინამიკები, დარბაზი რო ზანზარებს, მაქსიმალურად კარგი ხმა რო აქვს, რაც კი შეიძლება საქართველოში მეტი არ გვაქვს. და ძალიან მაგარი არის მათ ფილმს როცა ნახავ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ისეთ სანახაობრივ და ექშენ ფილმებს, როგორც მე მომწონს, რომელიც ჩემი აზრით უნდა ნახო დიდ ეკრანზე, როგორც არის რო ავიღოთ Marvel-ის დიდი პროექტები, მაგალითად ახლა Spider-Man-ი გამოდის და მაგარი იქნებოდა, ასევე სხვა მასშტაბური ფილმები, მაგალითად Dune-ი, ან Interstellar-ი, რომელიც ნახვაც ყველას უნდა IMAX-ში და მეც არ მაქვს ნანახი და ძალიან მაგარი იქნება შავი ხვრელის ნახვა, ისეთ ეკრანზე როგორც IMAX-ის დიდი ეკრანი არის. თან ექსკლუზიურად ხო ფართო ასპექტი მარტო IMAX-ში აქვს, ცოტა ზემოდაქვემოთ მომატებული რო აქვს კადრს, პროცენტულობა მეტი აქვს. ძალიან მაგარი არის, მადრო ნახულობ ჩემი აზრით. მოკლედ რო ვთქვათ, ეხა თუ ძალიან მაგარი ფილმი არის და IMAX-ში აღმოჩნდით თან და ეს კარგი დარბაზი არის, ამაზე უკეთესად ფილმს ვერსად ვერ ნახავ ჩემი აზრით. და მოდი ახლა სახლზე გადავიდეთ, იმიტომ რომ კომფორტის ბუდია, თან საქართველოში განსაკუთრებით, იმიტომ რომ უფასო არის ფილმების ნახვა და ყველაზე დიდი ფაქტორი თუ რატო უყურებს ხალხი სახლში ფილმებს არის ეს. თან რომზე გინდოდეს ახლა და გიждდებოდი, საქართველოში არაფერი არ არის შემოსული, არც Netflix-ი, არც HBO, არც Disney Plus-ი, არც ერთი არ შემოდის, იმიტომ რომ ეს ბაზარი არ აინტერესებს. იმდენად მიჩვეულები ვართ ამ მეკობრეობას და ფილმების პირატულ საიტებზე ყურებას, რომ არ შემოდიან, მაინც მოიპარავენ, ფიქრობენ ალბათ. კი არის ახლა მაგალითად Netflix-ი შეგიძლია შეხვიდე და იყიდო, მაგრამ ქართულად არაფერი არ დევს, ინგლისური თუ არიცი, ან სხვა უცხო ენა. ამიტომ უფასოდ უყურებთ ახლა აჭარანეთზე და სხვა საიტებზე. თან კინოთეატრში რო გადის ფილმი, მაგ ფილმსაც უყურებ, ინტერნეტში ლოდინი არ გიწევს, რომ 2 თვის მერე დაიდება, იმიტომ რომ კი ცუდი ხარისხის და კინოთეატრში გადაღებულები იდება, მაგრამ მაინც ხალხი უყურებს. ამ ხალხს შორის მეც ვარ, ძალიან ისეთი ფილმი თუ არ გამოდის კინოთეატრში არ მივდივარ ხოლმე და მერჩემია სახლში უყურა. შეიძლება ეხა ცუდი ხარისხის დადებულს არ ვუყურო და როცა კარგი ხარისხის დავა მე ვუყურო ხოლმე. ეგეც არ მაქვს, რომ კინოთეატრში არ წავიდე და სახლში ცუდი ხარისხით უყურე, იმიტომ რომ კარგი ხარისხით უყურება მაინც მერჩემია. კომფორტს რომ მიუბრუნდეთ ახლა, სახლში არც სხვის მესიჯობა გვაწუხებს, არც ვიღაცის განათებული ეკრანი, თან ახლა ტექნიკა ჩვენი არის და უვლით ხოლმე, გინდა არ გინდა, ეს ტელეფონი იქნება, პლანშეტი, ლეპტოპი თუ ტელევიზორი. როგორც გინდა ისე უყურებ. თან სახლში შეიძლება ახლა მაგარი სისტემა ქონდეს მოწყობილი და 4K ტელევიზორი და ყველაფერი. შენ გემოზე უყურებ, რასაც თან ახლა სახლში რო ჩაბუჯდები, ჩაირთავ ფილმს, მე ახლა გეზარება, რომ 20 ლარი გადაიხადო და წახვიდე გზაში, კიდე დრო დახარჯო. მერე რანაირი დარბაზი შეხვდება, როგორი აუდიტორია, იმაზე იდარდო. ხალხს ურჩევნია, რომ მარტივად და კომფორტულად უყუროს ფილმებს. თუ ჩემი აზრით, ძალიან ისეთი სანახაობრივი და ექშენი არ არის, რომელიც გინდა და სხვა გამოცდილება არის საერთოდ, რომ დიდ ეკრანზე უზარმაზარი დინამიკებით. კაი, მოდი გამოცდილებაზე გადავიდეთ და სახლში როგორი არის ფილმის ნახვა. ჯერემით დავიწყოთ, რომ რადგანაც IMAX-ს ვადარებ, საუკეთესო კინოთეატრს ვადარებ. ეხლა იქ ისეთი მოწყობა არის, რომ სახლში რაც არ უნდა საუნდ სისტემა მოიწყო და რაც არ უნდა ეკრანი ქონდეს, იმას მაინც ვერ აჯობებს. ჩემი აზრით, საერთოდ სხვა მუღამი აქვს, როცა კინოთეატრში უყურებ ფილმს.
მაგრამ ფილმსაც გააჩნია, იმიტომ რომ მაგალითად რაღაცა დრამა, დეტექტივი ან კომედია არ არის აუცილებელი რომ ეხლა გიგანტურ ეკრანზე ნახო და გიგანტურ დინამიკებში მოусმინო ხმას და ეგეთი რაღაცები. ანუ თუ მაინც და მაინც კინოში წახვალ პატარა დარბაზი თუ არის, ან ჩვეულებრივ დარბაზში რო იყიდო ბილეთი სიტყვაზე, ეგეც დაგაკმაყოფილებს. მაგრამ ჩემი აზრით ესეთი ფილმების ყურება სახლშიც იგივენაირ ემოციას დაგიტოვებს, როგორცაც კინოში, იმიტომ რომ არაფერი განსაკუთრებული ის არ ჭირდება და სახლში უფრო ის სიამოვნა შეიძლება ამის ყურება. ეხლა ფილმებსაც გააჩნიათ, ანუ ისეთი ხარისხიანიც არაფერი არ გამოდის, რომ აი მაინც და მაინც კინოში უნდა ნახო და ბევრ ხალხთან ერთად იცინო ამ ფილმზე და ეგეთი რაღაცები. ანუ ძალიან იშვიათად გამოდის უკვე. და მაგიტო დიდად აღარც გული მიგიწევს, რომ თუ ისეთი სანახაობრივი და რაღაც სასწაული ფილმი არ არის, კინოში წახვიდე და დაელოდო ინტერნეტში გამოვა და ერთადერთი ეხლა შონ ზომ და დრუპიმ რო დაიწყეს თავიდან გახმოვანება იზოლ ფილმს რო ახმოვანებდნენ ისე და ანუ ეგეთ მოქართულებულ ფილმებზე თუ წახვალ და მაგაზე თუ გაერთობი, იმიტომ რომ მარტო კინოში გადის ეხლა და მაგისთვის თუ წახვალ, იმიტომ რომ ინტერნეტში არ დევს. და ეხლა სანახაობრივ ფილმებს რო ვაწვევი და განვიხილოთ, მოდი, მაგალითად ყველაზე ცნობილი ავატარი, ხო? ანუ ჩემი აზრით, როცა IMAX-ში ნახავ მაგ ფილმს, ვაფშე სხვა არის, ვიდრე სახლში რო ნახავ. რა თქმა უნდა, ეხლა სახლშიც რო ნახავ, ეგეც ასწორებს და ბევრი ფილმი ეგეთი ახლა მარტო კინოში ვნახავთ და მე აღარ ვნახავთ, ხო არ არის, ანუ ავატარი სახლშიც ნანახი გვაქვს და ინტერსტელარიც, ანუ ყველა ფილმი რაც კინოში გადის, სახლშიც გვაქვს ნანახი, მაგრამ ის გამოცდილება რაც კინოში არის, ვაფშე სხვა არის. თან პირველად რო უყურებ, მაშინ განსაკუთრებით. და ეხლა სანახაობაზე რო ვსაუბრობ, 3D-ზეც ვილაპარაკოთ, მოდი, წეხან თქვი, მოუბრუნდები მეთქი და ანუ საქართველოში კინოთეატრებში ზოგადად 3D-ს რა ჭირს არ ვიცი. ერთადერთი IMAX-ში დავდივარ ხოლმე 3D-ზე. იმიტომ რომ რახან ესე ძვირი ღირს ბილეთი მგონია რომ უფრო უვლიან და ყველაზე კარგი ხარისხის 3D-ში მანდ არის. სხვაგან რომ მივსულ ვარ, გინდა ამირანში, გინდა City Mall-ში, გინდა გალერეაში, ანუ ყველგან ძალიან საშინელი ხარისხი აქვს 3D-ს. ანუ იმენა თვალები დაგეთხრება, იმიტომ რომ გინდა კეთებია 3D-სა თვალე, გინდა არ კეთებია, ანუ ეს ფენები და ლეიერები მაინც ეყვება კინოს უსათვალოდ და სათვალიანადაც ცოტა უკეთესი არის სათვალით, მაგრამ მაინც. ანუ რა ჭირს? ანუ რატო არის ესეთი რაღაც, ანუ კავე ამ რო გამოასწოროს ესეთი აი ელემენტარული 3D რო არ მოგთხაროს თვალები სამდენ, ეგრე რო გააკეთოს. ხო შეიძლება, რატო არ აკეთებენ არ ვიცი. საშინელება არის ამ ბოლო დროს. და ამის გამო თუ ფილმი გამოდის, რამე ისეთი რაც წასვლა მინდა, ძირითადად 2D სეანსებს ვეძებ ხოლმე, ხანდახან არ არის და არ მივიდივარ ხოლმე, რომ 2D-ზე ეს სათვალების აკეთება არ გჭირდებათ ჩვეულებრივად უყურებ და ნუ ოკეი და 3D-ზე ერთადერთი მივიდივარ ხოლმე თუ IMAX-ში გამოდის და რაღაც ასასწაული ფილმი არის, იმიტომ რომ სხვა ფილმებზე 3D-ზე ვერ დავდივარ. ფიზიკურად ძალიან ცუდი არის საყურებლად უბრალოდ. ანუ რაც არ უნდა მაგარი ფილმი იყოს. კაი, მოდი ბოლოსკენ გავიდეთ ახლა და კინოთეატრზე შევაჯამოთ, მოდი. რომ ანუ ჩემი აზრით ძალიან მაგარი არის კინოში ფილმის ნახვა და ძალიან კარგი არის თუ შესაბამისი პირობებით დაგხვდება, რომ ის სიამოვნო ფილმის ყურებით. სულ სხვა მუღამი აქვს, ერთი სიამოვნება არის, მოკლედ, განსაკუთრებით თუ ისეთი სანახაობრივი და ექშენი ფილმი არის, რასაც დიდ ეკრანზე ყურებით უფრო გაისწორებ. მაგრამ სახლის კომფორტზეც რო ვილაპარაკო, რახან სახლში თანხის გადახდა არ გვიწევს რომ ფილმი ვნახოთ, ისე მოვეწყობით სახლში, რომ კარგად უყურებთ, ანუ სახლში უფრო კომფორტული არის ყველაფრის ნახვა, არ გაწუხებენ და შენ გემოზე უყურებ ასე ვთქვათ. აქედან გამომდინარე ახლა კინოთეატრებში რომ საგრძნობლად შემცირებული არის ხალხის რაოდენობა. ეს მარტო იმით არ არის გამოწვეული, რომ ხალხი სახლში ჩაჯი და იმით არის გამოწვეული, რომ კინოთეატრებიც მისახედი არის და განსაკუთრებით საქართველოში, რომ ხალხმა იაროს ელემენტარული პირობები უნდა იყოს, ანუ ჯერ მარტო ფილმების ხარისხს რო თავი გამანებოთ. რაც არ უნდა მაგარი ფილმი გაუშვენ კინოთეატრში, ხალხი არ მოვა, იმიტომ რომ პირობები არ არის შესაბამისი. კაი, მორჩეთ აქ და თქვენ დამიწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ, ანუ კინოში რამდენად ხშირად არიხართ და რა პრობლემები გხვდებათ ხოლმე. და საერთოდ თუ გინდათ რომ კინოში უფრო ხშირად იაროთ, მაგრამ ვერ დადიხართ, იმიტომ რომ პირობები არ არის წესიერი. და სადგირშემნიათ ფილმის ყურება, სახლში თუ კინოში. მე კიდე დაგემშვიდობებით და არ დაგავიწყეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო და კომენტარიც დამიწერეთ აუცილებლად. ნახვამდის.